გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, კარგი განწყობა და რასთავარია უფალი იყოს ჩვენთან. ჩვენ კიდო გავაგრძელოთ ჩვენი ამბები. მოვედი მე ვიმყოფები ტენესის ასე ნეშვილია. ტენესის დედაქალაქი ემის გვერდზეა. საწყობებში მოვიტანე ტვირთი, გადმოვიტვირთე და ლოგბუკი და დროის ის გამითავდა. აქედან ვარ წასასვლელი პიკაპზე რაღაც 50 მილია გასასვლელი, მაგრამ ნეშვილი ისეთი ქალაქია, ტრაქტორს ვერ იშოვი. და გადავწყვიტე რომ აქ დავჭი. ეხლა ვინაიდან ჩვენ მაინც ძირითადად უფრო ტრაილერების ზღურის ცხოვრებაზე ვსაუბრობთ. კი გვაქვს ეხლა სრული რო ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე, პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ გინდა არ გინდა ჩვენი ეს ცხოვრება და აი ტრაილერების ზღურებს ზოგჯერ ასეთ ადგილას გვიწევს ყოფნა. თავისთავად ნახე წამოდგე სივრცეს კაცი შვილი არ არის. ამხელა საწყობია, არავინ არ მუშაობს. იქითაც ერთი საწყობია, ორი საწყობია. ზოგადად ჩვენ საწყობებზე ძალიან ხშირად გვილაპარაკია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ეკონომიკის წამყვანი დარგი ამერიკაში არის სასაწყობო მეურნეობა. რას ნიშნავს სასაწყობო მეურნეობა? შემოდის საქონელი, თქვათ ეხლა საწყობის ფლობელია, ყიდულობს დიდი რაოდენობით იმ ტვირთს, მერე ასაწყობებს აქა და მერე ან ხარობაში, ან ბითუმად ყიდის და იმ შუამავლობის მარჟა არის მისი მოგება. ეხლა ამერიკა დიდი ქვეყანაა, დიდი მასშტაბებია. აი ხშირად მithქვას ხოლმე, რომ აი საქართველოში სასაწყობო მეურნეობა მაგრა გაამართლებს. მიუხედავად მით უმეტეს, როდესაც ეხლა თუ ჩინეთიდან წამოვიდა ტვირთი და ჩრდილოეთიდან სამხრეთით, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ჩვენ ისეთი გეოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს, რომ საწყობო მეურნეობა მაგრა გაამართლებს. ნახოთ მომავალში როგორ იქნება, მაგრამ ჩვენი კომერციული ინტერესიდან გამომდინარე თუ რაღაცა საინტერესო ნახეთ და იდეები რომელიც აქ არის და ჩვენ საქართველოში განვახორციელეთ, რაჯობია მაგას. თქვენ მოგეხსენებათ, ეხლა საღამოა, გავაკეთოთ ასეთი გავლა გამოვლა, გავისეირნოთ 3-4 კილომეტრი, გავივარჯიშოთ და როგორც ყოველთვის ჩემ ას და ჩემ ფიქრებს გაგიზიარეთ. თან, ავიცი, იმედია რაღაც საინტერესოს ნახავთ უბრალოდ და კიდევ რა გავაკეთოთ მეგობრებო, აი ეს სიტყვა კიდოს ხშირად ვამბობ ხოლმე, მაგრამ გახსოვთ მე რომ შეცდომები მომდის ხოლმე ფონეტიკურ და სინტაქტიკურ, გრამატიკულ ამბებში ვაბრალებ ხოლმე, მანქანით რომ მივიდივარ რომ დავხტივარ და სიტყვები ამომივარდება ხოლმე და ვიმართლებ ხოლმე თავს. და აბა ეხლა ვნახოთ ამ წყნარ სიარულში პოლიციელი შემაწუხებს აზორმოები და როგორ გადმოცემ ამ ჩემ ას. მინდა განვავრცო თემა ფული. ფული პირველი ნაწილი ხო განვიხილეთ და პირველ ნაწილში რა ვთქვით, პირველი შეხება, ჩემ მაგალითზე ვამბობ ამას ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენც გითვალისწინებთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამიანები ხო ერთი და იგივეს ვაკეთებთ. პირველ ნაწილში რა იყო? თემა, პირველი შეხება ფულთან. მე წინა იმაში ყვებოდი ამ ფულთან შეხების ამბებს და ბავშვობიდან უკვე 6-7 წლის ასაკიდან უკვე ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ეს ფული რაღაც ჯადოსნური რამ არის და ფულით შეგვიძლია ბევრი რაღაცა გააკეთო. და საბოლოო ჯამში ჩვენი ეს ასე ვთქვათ ეს რუბრიკა ფული მაინც ბოლოს იქითკენ მივა, ბედნიერება ფულის ქონა თუ არა და ასე შემდეგ. სანამ აქამდე მივად, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი რუბრიკა ფულის შესახებ ალბათ 5-6 ვიდეოს დავუთმოთ. მეგობრებო, გახსოვთ, ასეთი რაღაცები რამდენჯერ წამოგვიღია ორეგონიდან, აი სპეციალური წითელი დეკორაციული გასალამაზებლად. ნახეთ, სად მოვედი. თითქოს ფუნიკული ორივითა ვარ აქედან. გადავხედოთ. ისე მაგრა გამიმართლა ეხა. უნდა მერბინა სადღაც მევლო, სადღაც ტრაქტორი უნდა მეძებნა, სადაც ყოველთვის ძნელია მანქანის გაჩერება. აგერ რაღაც მოყუჩებულში ვარ ჩემთვის. იმედი არავინ არ შემაწუხებს. მაგრამ მაინც გადავხედოთ, არა ვინაიდან ამერიკაში ვარ.
ჩვენი ხედვებიდან გამომდინარე შევხედოთ. ეს არის ნომერი 24. 24 მიდის, მე რო უერთდება 40-იანს. ეს მიდის და მიდის. ნეშვილი ცოტა იქით არის რაღაც სათავჯენას ვერ ხედა, ნეშვილიდან არის რაღაცეთი 20 მილი. და ნახეთ, სულ საწყობებია, ეს ზემოდან სულ საწყობებია. და აქეთ ეს საწყობი, ის საწყობი. აი ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე რა, აი მოდიხარ და კაცი შვილი არ არის თითქოს, ხო? რა დღისითაც არა, ეხა დიდი მოძრაობა არ არის, მაგრამ აი ამ შუქს, ამ გადასახადებს, ისე მაინც ბრუნვა რამხელაა და ეხა მოგება და ის არ იყოს, ხო არ გააკეთებდნენ ამხელა საწყობებს და ამხელა ინფრასტრუქტურას. აქეთკენ წამოვედეთ, აქ შედარებით სიწყნარია და დავიწყოთ ჩვენი საუბარი ფული. ახლა ფიქრობდი, ეს რუბრიკა დაუთმოთ როგორ ფულს იცით, აი ნაჩუქარ ფულს ან ერთად გავატაროთ იოლად მოსული ფული. და დავიწყოთ ჩვენებურად როგორ წყვები ხოლმე ბავშვების მოგონებიდან. არა, აი როგორ მახსოვს, ვარ აშე სადღაც 6 თუ 7 წლის და დაბადების დღე იყო ჩემი. ჩემთან მოვიდნენ სტუმრები, დედამ დაპატიჟა და პატარა წაიხალისეს, წაიხემსეს და როგორ მახსოვს, ბიძაჩემი მიდიოდა, თავზე ხელი ასე გადამისვა და 25 მანეთიანები იყო კომუნისტების დროს. ახლა ჩემი თაობის ხალხს ახსოვს ეს 25, რა ქვია, ისფერი თუ აი მოცისფროში გადიოდა და ასე მაჩუკა გადამისვა, აი შენო წადიო კამფეტები იყიდეო. ახლა მე უყურებ ამას რა. ლამაზად კი გამოიყურება რა. ხო და უყურე და დავდე და მე წავედი უფრო სათამაშოებისკენ გადავედი, იმიტომ რომ ზოგმა სტუმარმა ვინც მოვიდნენ სათამაშოები მაჩუქეს და ეხა ბავშვისთვის ეხა ის ქაღალდი რა საინტერესო არაფერი არ არის და სათამაშოზე გადავედი. საღამოს უკვე დედაჩემმა რო დაალაგა ჭურჭელი მოათავსა სამზარეულოში და მოვიდა ჩემთან, მე ამ სათამაშოებს ვატარებ იმაზე მიწაზეა და იქ დია ფული რა, ეს 25 მანეთიანი რა და დედაჩემ იყო ეს რა არის, ეს საიდანო და მეთქი ეს ედიკა ბიძიამ, ედუარდი ერქვა ბიძაჩემს რა, ედიკა ბიძიამა მაჩუქაო და ნუ შევხედე ხა დედაჩემის სახეს და კი აიღო, მაგრამ ნუ ეს სიამონა და ასე მითხოვ კამფეტები რაღაცაო და კარგიო, მე შენ კაი რაღაცას გიყიდო ამითო. და მაშინ სულ დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე, მაგრამ გავიდა სულ რაღაც 4-5 წელი და საჩუქრები რომ მქონდათ ხოლმე დაბადების დღეებზე ან რაღაცაზე თქვა მანქანებზე, უკვე გააზრებული მქონდა რომ ეს ფული კაი რაღაცაა და უკვე ბავშვის გონება, ხო იცი, ხა აი დაბადების დღეზე რომ მოდის და ელოდები და საჩუქრავს და უკვე იმისკენ კი არ მიესწრაფე რომ ვინმე რაღაცა გაჩუქოს. ამდენ ფიქრობ რომ აი ხო არ ჯობია ფული მომცე და მე ჩემი ფულით უკვე ჩემთვის რაღაცას ვიყიდე. ეს უკვე გააზრებული მქონდა რა. 9-10 წლის ბიჭი რო ხარ, უკვე დედა რო ფულს გატანს სკოლაში ბუფეტში და უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული გაქვს ის აზრი რომ ფული ისეთი რაღაცაა რომ ბევრ რაღაცას იყიდე. მაგრამ სად უნდა იშოვო ეს ფული, ხო? მაგრამ ისიც ვიცი რომ დედა იმიტომ მუშაობს, დედა, მამა იმიტომ მუშაობენ რომ მე ხერფასი ავანსი და ხერფასი სახით იღებს ადამიანი ამ ხერფას და მე შენთვის უნდა იყიდოს რაღაცა, მაგრამ ეს ვიცი რომ ფული უნდა იშოვო შენი შრომით და საქმიანობით. ამდენს კი ვტვინავდი. მაგრამ ისიც ხედავ რომ ისეთი ფულის ისეთი საშუალებაც არის რომ რაც უფრო მეტი დაბადების დღე გექნება ან შეხვედრა, უფრო შეიძლება მეტი გაჩუქონ და რაღაც საზეიმო როგორ გითხრა, განწყობა იქნებოდა იმის ლოდინში, რომ ერთ დღეს შენი დაბადების დღე ხო, ან ახალ წელს, ან რაღაც, ან უბრალოდ ნათესავი მოვიდოდა და გაჩუქებდა ამ ფულს რა. და ეს მაგრამ სიამოვნებდა. ეხლა პატარა ბავშვი რო ხარ, ჩვენ დროს სულ ეზოში ვიყავით, უკვე ეზო შემოდის შენ ცნობიერებაში.
და წინა ვიდეოშიც რო ვთქვი რა, კლასელი მყავდა, რომელსაც მამა ყოველ დღე აძლევდა 10 მონეთიანს, მაგრამ ეზოში ვიყავით, ვისაც ყავდა ველოსიპედი, ან რაღაცა, ან კაი ტანსაცმელზე იმდენად გართულება არ მქონდა, მაგრამ რაღაც სათამაშოები, მაგრამ ეს ყველაფერი მოდიოდა მშობლებიდან. ზოგს დიდარი მშობელი ყავდა, ზოგს არა დიდარი, მე მაინც რაღაცნაირად ბევრი რაღაცა მქონოდა, მაგრამ არ გამოდის ეხლა დედა მასწავლებელი არა აქვს საშუალება რასაც შოულოს და ეხლა ხო იცით ეხლა თბილისი რეზოვით დავდიოდით აქი დავდიოდ და მომენტებში ფული როგორ მახსოვს უნდა იშოვო ფული სადღაც ხო და ეზოში რო ხარ შენი ბავშვობის მეგობრები ყავს იქ ვისთანაც ერთად ცხოვრობ რაღაც ერთი ინტერესები გაქვს ერთად დადიხარ აქეთ იქით და სად არ დავბოდიალობდით მაგრამ ეხლა ვხედავ რომ ჩვენ დროს ეხლა მათხოვრები არ იყვნენ ბლომად, მაგრამ აი ეს ციგნები რო დადიოდნენ, ეს ჩვენთან ეხლა ნავთრუხში ქვემოთ არის გუდარეხის ქუჩა და იქ ცხოვრობდნენ ძალიან ბევრი, როგორ გითხრათ, აი მაფიაც ხო, ფაქტობრივად მაფია გამოდის, როგორ არის მაფია რო ამ პატარა ბავშვებს, ერთი 5-6 ბავშვი და ეს ბავშვები მოდიოდნენ ბიძია, მომეცი, ბიძია, აი არ გინახიათ რა ვიცი, მონი ინდუსე, რავი, რა ჯიშის ხალხი არ ვიცი, ციგნებს ვეძახდით და ხედავდი რომ ეს კაცო ეს ბავშვები მიდიოდნენ და მაი ბიძია, მომეცი ფუნი, მომეცი, ყო ზოგი ვიღაცა მისცენ და რაღაცა და უყურე კაცო ეს ასე რა არ მომეწონა ეს მომენტი. მერე კიდევ ეს ბავშვები რასაკეთებდნენ, ჯდებოდნენ და მათხოვრობდნენ, ზოგი იტყუებოდა რაღაცა და ხედავ მათხოვრობით ფულს შოულობდა ხალხი. შოულობდა ეს სხვა თემაა, მაგრამ არ მომეწონა რა ხდება ეს რა არის ეს არ არის კარგი გზა შინაგანად უკვე ასეთი გზა ნამდვილად არ იყო მისაღები პატარა ვიყავი მაგრამ არა ეხა მათხოვრები და იმით და თხოვნით რატო უნდა იშოვო ფული ჯობია ესე დედას თხოვო და დაელოდო და ასე შემდეგ გადის დრო და დედის და ბიძების და ნათესავების იქით ფულის ეხლა რო გითხრათ რომ სულ ფულზე ფიქრობდი არ ვიქნები მართალი, მაგრამ ხო იცით ახლა. ბავშვი რო ხარ, ბევრი რაღაცა გინდა და გინდა არ გინდა ფიქრობ ამას. მიდის ბავშვობა, ყველაზე ოქროს ხანა და ჩვენ მოგეხსენებათ დედაჩემი სოხუმელი იყო და დედაჩემთან გამაგზავნიდა ხოლმე არდაგებზე და ჩემ დედაშვილი ერთად დავსეირნობდით იქ ზღვაზე, დავდიოდი, მოდიოდი და მთელი ასეთი ამბები და მთელი ისტორიები. ხო იცით ახლა ბავშვები რო დაძვრებიან, იქ დაძვრებიან, აქ დაძვრებიან, ყველგან დაძვრებიან და ეს უკვე სხვა მოგონებებია, ალბათ მაგასაც მე ავიხსენებ. და ერთხელაც აგუძერა გულირიფშის რაიონია და ასეთი აგუძერაა დასახლება და იქ მაშინ საბჭოთა პერიოდში სულ რუსები და მთელი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან მოდიოდნენ დასასვენებლად. და დიდი სეზონები იყო, აგვისტო-ივლისი იყო, ძალიან ისეთი ძალიან აქტიური სეზონი და ჩვენ ზეღა დავბოდიალოდით ეს ჩვენი ბავშვები ხო წამოდგა 10-12 წლის ადამიანი რო დადის და ერთხელაც გავდივარ კორპუსები იყო და კორპუსები ბალკონები იყო რა ბალკონები ხო იყო და ესენი ტურისტები თუ დამსვენებლები რო დაიბანდნენ ხოლმე მე რომ მოდიოდნენ ამ საცურაო რა ქვია საცურაო ტრუსებს და იმებს კიდედნენ ხოლმე იმაზე რა ქვია გასაშრობზე რა ერთხელაც მოდივარ და ჩამოუვარდა რა ქალბატონი იყო ლამაზ ქალბატონი იყო რუსი ქალბატონი იყო და ჩამოუვარდა ეს ლიფით რაღაც დაუვარდა და დამივარდა ასე უყურებ ავიხედე და მალჩიკ može поднять შეგიძლია ამოიტანო რა თქმა უნდა ამოვიტან მეთქი და ავიგე და ავედი სართულიანი შენობა იყო და მეოთხე სართულზე იყო რა ხო და რო გააღო კარები აუტანე ესა და ოტი ხაროში მალჩიკ და მომაწოდა მანეთიანი არის რაც გინდა იყიდეო რა ჩამოვიდი ჩემ დედაში საჩვენე მანეთიანი რა მაგარიაო რა კონდე მანეთიანი წავედით რაღაცები ვიყიდეთ სემიჩკა კინოში წავედი და როგორ მახსოვს კაი დრო გავატარეთ რა მე ჩემი დედაშვილი და იქ მეზობელი იყო სამოს კინოში წასვლა მაშინ 20 კაპიკი ღირდა და ერთ წუთი კაი დრო გავატარეთ ეხლა ვზივარ წევართ ეხლა სახში და ფიქრობ
ბიჭო, რა კაი რაღაცაა ეს მეუნება, დედაშვილი გია. ისეთი აზრებით იყო შეპყრობილი როგორც მე, ფაქტობრივად ტოლები ვართ, 10-11 წლის და ბიჭო, იცი რა გავაკეთოთო? მოდიო. მეცინება, რომ ვიხსენ, საიდან მოვიდა თავში. იქო, ხო არისო ჩამოვაგდოთო. ხო და მე უთხრა და ვინცო ისო გვეტყვიან ამოიტანეთო და რომ ამოიტანენა ფულს მოგცემენ. და როგორ გინდა რომ ჩამოვაგდო? აგე ლაგატკა მაქვს. აუ როგორ მაგას გათენდა ერთი სული ქონდა გათენებული ყო და ველოდებოდით აი შუა დღეს აი ხა დილით ხო იბანავებდნენ იმ ზღვაში და მე მიდიოდნენ დასასვენება შუა დღეს და აშროდნენ და მე საღამოს ისე მიდიოდნენ საბანაო და ჩვენ ეს ლაგატკები ხო ქონდა და ესვით ვერ ვაგდებთ ადვილი ხო არ არის შპიტკაზია დამაგრებული ბიჭო რა გინდა ამდენჯერ უნდა ესროლო ისა არ ვარდება არ თუნდაც რომ ესროლო ის ქვა ხო უნდა ჩამოვაგდო და ესროლეთ ეს ლაგატკიდან ეს ქვები მაგ გამორიცხო ვერადე ვერ ჩამოვაგდეთ ვა გამბრაზებულები რა ვქნათ და ეს გიას ფიქრობს მეც ფიქრო და მე მომიფიქრა ის მაგ კვაჭი იყო რა ფიქრობაში ამ ფიქრებში აზრი მოდიოდა დიდი ბამბუკი ჯოხი გოქი იმითო ჩამოვაგდოთო ეხა პატარა ბავშვი ხარ ხან ბამბუკის ჯოხი რამდენი უნდა იყოს ახლა დიდი მეორე სართულამდე მიწვე მესამე და მეოთხეზე ხო ვერ ვიცდე მაგრამ ისე გვინდოდა ამის გაკეთება და დავიკავით ეს დიდი ბამბუკი ქონდა ეხა სოხუმში ბამბუკების მეტი რა იყო და მივედით და ეს ამას ვაგდებთ ასე და ჩამოვარდა და ჩამოვარდა ჩამოგდია ეხა ველოდებით როდის გამოიხედავს ის როგორ ეტი 2 საათით გავარდა ის პატრონი არ გამოვდის რა ბალკონზე იქიდან და როგორც იქნა გამოვიდა და უყურებს ამ სად არის ეს საცურე ქვემოთ გდია და ჩვენ იქავს ვიტომ გავართ იქა და ребята что это вы можете мне подняться ეს მეუნება ვიღაცა და пожалуйста გია მაიტანა ეს საცვალი იქა და მე ველოდები ხარ ალბათ ფულს მისცემენ მეთქი და ჩამოვიდა და რაკენი მეთქი და სპასიბა მითხრაო რა სპასიბა კაცო ფული არ მისცა და მადლობა უთხრა რაღაცა და ეს არ გვესიამონა ეხა სპასიბა ნამდვილად არ გვინდოდა მეორე დღესაც მივედით მესამე დღესაც და ისე მოხდა რომ ეს დავამუღამეთ ეს ყველაფერი ამ საცვლები ჩამოგდების ამბავი და ზოგი მართლა 50 კაპიკს მოგცენენ ასე ვაკეთებდით ამ პატარა ბიზნესს ბიზნესია თუ რა არის ეს თქვა იაფი ადვილი ფული შოვნის ის იყო მაგრამ მე ბოლოს ეხლა ხო არის ადმინისტრაცია უყურებდა კაცო ეს ბავშვები რას მოდია და მე ერთ-ერთი ადმინისტრატორი იყო და აქ არ დაგინახოთო თქვენ ვიცით რა საკე სპეციალურად აკეთებთ და გამოგვაგდეს ახლა ხო ის 10-11 წლის ბავშვი ხარ მაგა დიდი რამდენი უნდა გაიგე შეიძლება 2 მანეთი ან 3 მანეთი მოგეგროვებინა მაგრამ მთელი დღეები იქ ვიდექით ახლა მე შეგვამჩნიეს ახლა 3-5 დღე ხა ყოველ დღე ბავშვი რომ მოდის იქა შეგვამჩნიეს და მე აგიგძალეს იქ მისვლა მაგრამ როგორ მახსოვს რა ეს იოლად ნაშოვნი ფულის აი როგორ გითხარ გემრიელი იყო აი ხო ამბობ ხო იმუშავებდა გემრიელიო და აი რაღაცა ძალიან კარგი რაღაცა იყო აი პირველი აი ესეთი ასე ვთქვათ იოლად ნაშოვნი ფულის შოვნის ზა გამონახეთ 10-11 წლის ასაკში საინტერესო ნახეთ ეს კლდე არის ეს ასე ჩამოანგრიეს და აქ ეთქვა საწყობი აშენს ახლა როგორ ჩამოკვეთილია რა კლდეს და საინტერესო ეხლა გავიდა დრო და უკვე ფულის გემო გავიკეთ. ეხლა ფული კი გვინდა, მაგრამ მუშაობას არ უნდა იმუშავა 10-11 წლის ბავშვი და ეხლა ფიქრობ, აი რა გავაკეთოთ რა. მე თუ გია დამთავრდება, ჩემი დედაშვილი ეხლა ძალიან წარმატებული ბიზნესმენია. რა ზოგჯერ უჯდებით ხომ ვიხსენებთ ხომ მე ვთხარი. აი ისეთი კვაჭი იყო, ისეთი ჭკვიანი იყო, როგორ მახსოვს ასე 87 წელია, ხო 86, ხო პერესტროიკა როდის გარდაქმნა როდის მოხდა 87 წელია თუ 80, ხო 86-87 წელია და მე ხა სტუდენტი ვარ იქ რაღაცები და ამას სულ ფიქრობდა ერთხელაც სოხუმში ვეწვიე სტუმრად და მეუბნება
მაშ სტუდენტი ვიყავი და სწავლობდი და რაღაცებს მაშ კოოპერატივები შემოვიდა და ეს გია მეუნება წამოწოლილი ვარ და მე შენ ხო ხარ სტუდენტიო შენ რაღაც გეგმები ხო გაქვს მეთქი აბარა მე მაშინ მინდოდა ბევრი რაღაცეები და მე კი ვარ მეთქი კომერსანტი ვარო კომერსანტი ეხა მაშინ საფრთხეში ახალი დანგრეული იყო და ის კომერსანტი და ისეთი რაღაცა ისეთი სიტყვა იყო და უკვე მაგან დაიწყო უკვე ის რო იყო ცეხები და კოოპერატიული საამქროები იყო და ტუფლები მიქონდა იმაში რუსეთში და იქიდან მე მოკონდა იმას იყიდი და იმას გაყიდიდი და ეხლა საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი და მთელი ცხოვრება მაგას მისდევს და ეხლა ალბათ თუ ეხლა წეღანა თუ დამთავრდება მე ჩემ იმაში არხში ჩავრთავ რა რისი თქმა მინდო რომ მე ცოტა ისეთი ვიყავი მაგრამ ჩემი დედაშვილი უფრო კვაჭი იყო რა ძალიან მაგარი იყო და ისე ბავშვობაში გადავიდეთ. ეხლა ვარ ისე არდაგებზე ვარ, საღამო 11 როგორც კი არდაგები იწყებოდა მე მეორე დღეს უკვე სოხუმში ვიყავი ჩემი დედაშვილებთან და აბა გიასთან თუ არ წავიდოდი და ბაბუისთან წავიდოდი და გვინდა ეხლა ფული შოვნა და რა გავაკეთოთ და აქ უკვე ცოტა კრიმინალთან კი არა, არ ვიცი ეხლა კრიმინალია თუ არა კრიმინალი. რა თქმა უნდა, კარგი საქციელი ნამდვილად არ იყო. უკვე შემოდგომის პერიოდში აი ხო ბარხატნის სეზონს რო ეძახდნენ უფრო იქით აი უფრო ნოემბრის სკოლაში ადრე იყო ხოლმე ნოემბრის არდაგები და მაშინ მანდარინები მოდიოდა ხოლმე ეხა სოხუმი და აფხაზეთი მანდარინებით არის ცნობილი და სულ სავსე იყო აქვია მანდარინები და ღამე წავიდოდით ამდენიმე ვედროს მოვკრიფავდით მანდარინს, სხვების ეზოებში მიდიოდი და მე მოვდიოდი და ისე დამსვენებლებთან მიქონდა და ყიდიდით რა. მაგრამ აქ ეხლა ცოტა მაინც ცოტა ცუდი რაღაცა იყო, რომ მაინც ეხლა სხვის მანდარინს, სხვის ეზოში რომ მიდიხარ, ეს არ არის სწორი. მაგრამ რა გვექნა ხა 10-11 წლის ბავშვი კი არ ვიმართლებ თავს და კაი საქციელი კი არ არის, მაგრამ აი ეს რითად დავიწყე ეს ვიდეო, რომ აი ეს ადვილი ფულის მიდრეკილება ეხა არ ვიცი მარტო მე არ მგონია და დარწმუნებული ბევრ ადამიანს უნდა ესა და აი ყველან ჩვენ გულში ჩავიხედოთ რა მაგრამ ეხა მანდარინს რომ წამოიღე და მოიპარავი და ეს ნამდვილად არ არის კარგი ვინაიდან ყოველთვის ინტერესიანი ბავშვი ვიყავი და ქუჩაში ვიყავი ძირითადად და კითხვაც მიყვარდა მე ძალაუნებურად უკვე დავინახე როგორ კეთდებოდა ფული ბილიარდის თამაშის დროს. როგორ კეთდება ფული მაშინ მოდაში იყო სეკა და აჩკო და წინა ვიდეოშიც რო გითხარით მანგლიში და ასე ვთქვათ ყომარ ბაზობდით. კარტის თამაში უყვარდა სეკა, აჩკო ძალიან გავრცელებული იყო ჩვენ დროს და ვითომ მინდოდა მე კინოები გადიოდა შულერებზე ის კარტის ჩაწყობა, მაწყობა იმაზე ვითომ ვარჯიშობდი, ხან გამომდიოდა, ხან არ გამომდიოდა, მაგრამ მაინც აი ეს მიდრეკილება რომ იაფი ფული გეშოვა, ეს თამაშისკენ მქონდა მიდრეკილება და მე იყო ის რომ მაინც როგორ გითხრათ ეს რომანტიზირებული იყო რა, თან მაშინ გახსოვთ ის ჩელენტარო რომ გამოდის და ის ბლეფი ფილმი, კინოები, ეს ყველაფერი ასე თუ ისე მაინც რაღაც ის იყო რა, რა დაგიმალოთ და მაგით ვიყავით დაკავებული, მაგრამ მან ახლა სხვა რაღაცაც იყო, იმ ფულს რო იშოვიდი, მე უნდა მოგეწია რაღაცა და ეს მიდრეკილება მე უკვე აღარ მქონდა და მე უკვე ცოტა რო გავიზარდე, უკვე გავხდი სპორტსმენი, უკვე აქტიური სპორტსმენი 14 წლის ასაკში ვიყავი და ასე თუ ისე ამ ქუჩის და ამ იაფი ფულის შოვნის გზებს ასე თუ ისე ჩამოშორდი. გავხდი აქტიური სპორტსმენი და წარმატებებს ვახცევდი და მოვხდი უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრებში, მას საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი, მე დავიწყე საზოგადოებრივ შეჯიბრებზე, სიარული რაღაცა და უკვე სპორტ კომიტეტი უკვე მაძლევდა ხელფასს. უკვე 16-17-18 წლის ასაკში 350 მანეთი მქონდა ხელფასი, როგორც სპორტსმენს. და სპორტსმენობა ხო იცი როგორ არის, სახელი მოდის, ის მოდის და
უკვე ჩემი ფული გამიჩნდა. შეჯიბრებაზე მოიგებდი, ეხლა მე პირადად რამდენჯერმე ორჯერ მაქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოგებული და 4-ჯერ მეორე ადგილი მაქვს აღებული და სხვადასხვა შეჯიბრებებზე რო გადიოდი, იყო რაღაც პრემიები და ეხლა ჩვენ საბჭოთა პერიოდში არ ვიყავით ასე პროფესიონალი სპორტსმენები, მაგრამ პატარა წახალისებას გვაძლევდნენ. გვაძლევდნენ აგრეთვე საჭმლის ტალონებს, 300 მანეთი საჭმლის ტალონებს და დედაჩემს უხაროდა ძალიან. ტალონებს მაძლევდა, მე დედაჩემი ამას ანაღდებდა როიტყვიან და ეხლა ასეთი ფული შოვნა იმდენად არ ქონდა ფულზე მიდრეკილება, მაგრამ ეხლა ცუდიც არ იყო, ხო, უფულოდ არ იყავი და მაგრამ თან შენ საყვარელ საქმეს აკეთებდი და მოდიოდა ფული. ეხლა არ ვიცი ეს მუქთა ფულია თუ იოლად ნაშონი ფულია, მაგრამ ასეთი ფული იყო. მე დაემატა სტუდენტების პერიოდი, იქაც სტიპენდია და ასე შემდეგ და ნელა-ნელა და ერთი მინდა კიდევ დავამატო ამ იული ფულის შოუნის ასე ვთქვათ ემოციური ჟინი ლატარია გულახდილად გითხრათ, აი ეხლაც ხო იცით მე თამაშობ, ეხლა 100 მილიონი 200 მილიონი თამაშდება და მე პირობა მაქვს ნათქვამი, თუ მე ლატარიას მოვიგებ, ყველა ქართულ სოფლებში ტრაქტორს დავარიგებ მეთქი, აი თუ ეს მოვიგე და ეს სხვა თემაა, მაგრამ ლატარია დარწმუნებულია ყველას უნდა რომ ერთხელ მაინც მოიგოს. მაგრამ ეს ჟინიც მაქვს, ჟივით არა ვარ ეხლა ვთქვათ რო არის ხა ზამასკა, ქართულად როგორ არის ზამასკაში რო არიან ხოლმე მაგ ამბავში არა, მაგრამ ლატარიას თამაშობ იმის იმედით იქნებ გავარდეს. რაც შეეხება კაზინოებში სიაროს, თქვენც ნახეთ აი ლას-ვეგასში, იმეებში, მე არ დავდივარ, კი კაზინოებში შეიძლება შევიდე, უბრალოდ თორე აი ესეთი რომ რაღაც დიდი სასწაული ფული მოიგო არა მაქვს, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს სხვა არის, მე უკვე ჩემი როგორ ვთქვათ რელიგიური ცნობიერება და სარწმუნოებრივი აზროვნება ამ თემას გაშორეს, მაგრამ ცხოვრებაში იყო, მაგრამ თუმცა ეხლაც ვთამაშობ, ეხლა ბევრს არ ვთამაშობ, რა არის, ეხლა აქ როგორ არის, ეხლა თამაშდება 900 მილიონი, წარმოიდგინეთ რა. არის ეხლა კვირაში 20-30 დოლარი დახარჯო და უცბად 900 მილიონი მოიგო, ამხელა რაღაცა იქნება. მაგრამ ესეც გინდა თუ არა, მაინც აი ეს შინაგანი ბუნება რომ გინდა რომ რაღაც ადვილი ფული იშო ბორომდი არ არის გამქრალი. ყოველ შემთხვევაში ჩემ ცნობიერებაში არ არის გამქრალი. შინაგანად ბუნებად ეს იული ფულის შოვნის სრული არ არის გამქრალი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკვე ბავშვობაში წავიდა და უკვე თქვენც ხედავთ უკვე ჩემი ვიდეოებიდან გამომდინარე მე თქვენ გაჩვენებთ უკვე როგორ შოულობთ ფულს. ეხლა ჩვენ ეს ვიდეო დავამთავროთ და მე მესამე ვიდეო ფული ისეთი რაღაცაა. მე ძირითადად ჩემ მაგალითებზე ვიტყვი და მე სხვასაც ვიტყვი უკვე ფული ძალადობით, სასტიკით, ომით და აი ამ თემაზე გვექნება როგორ იშოვება ფული და შემდეგ ვიდეოში მაგას განვიხილავთ. ერთ სიტყვით მეგობრებო, ფულზე იმდენი რაღაცის თქვა შეგვიძლია და განვარცხოთ. შემდეგი თემა გვექნება სისასტიკი და ძალადობით ნაშოვნი ფული. მაგრამ ეგ არის რა, რაც მოცემულობა ეს არის. გინდა ასე თქვი, გინდა ისე თქვი, ეს რეალობა. თამაშობაში გავიარეთ ერთი ალბათ 2-3 კილომეტრი ამ სიარულში. გადავხედოთ ზემოდან ამერიკის მოძრაობას, კომერცია. რა მოძრაობა მიდის, ყველანი ეს ფული საშონი ვერ დარბის ეს ხალხი, ალბათ ყველად ხო არ დადის ამდენი რიარია და მთელი ამბები. კარგით მეგობრებო, გემშვიდობებით, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს და ღმერთთან ახლოს ყოფნას. შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში.